ასეთი კითხვა შემოვიდა, როგორ მოიქცეს მშობელი ზრდასრულ შვილთან. მე ვეცდები რომ მოკლედ ჩამოვაყალიბო რამდენიმე რჩევა, რომელიც შეიძლება გამოგადგეთ თქვენ ზრდასრულ შვილთან ურთიერთობისას. პირველი ეს არის ის რომ თუ ცალ-ცალკე ცხოვრობთ, ხშირად დაურეკეთ ხოლმე პირველმა თქვენ დაურეკეთ და მოიკითხეთ უბრალოდ როგორ არის გაესაუბრეთ რაღაც თემაზე მოკლედ დაელაპარაკეთ და როდესაც მორჩებით ასე ვთქვათ ამ საუბარს დალოცეთ და უსურვეთ მას კარგი დღე. ამ დალოცვას, მშობლის დალოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს. მე რელიგიური თვალსაზრისით არ ვლაპარაკობ ახლა ამ წუთას, მე ვამბობ სუფთა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რომ მშობლის ასე ვთქვათ ერთგვარ, რასაც რელიგია კურთხევას ეძახის და დალოცვას ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც აქვს ძალიან დიდი ენერგია და რესურსი მოაქვს ადამიანისთვის. მეორე, მუდმივად გამოხატეთ მზაობა, რომ მოусმინოთ. ხშირ შემთხვევაში ჩვენ ზრდასრულ ადამიანებს ყავს ბევრი მეგობარი, ვიღაცას ფსიქოლოგი, ვიღაცას რაღაც მოძღვარი, ამბავი, ასე შემდეგ, მაგრამ აი ეს მშობელთან სხვა ტიპის კომუნიკაცია, რაღაცა გულის გადაშლა, კიდე განსაკუთრებული ამბავია ხოლმე და ზრდასრულისთვის იმის ცოდნა ეს ჩვენ ბავშვობიდან შეიძლება დაგვაკლდა, იმიტომ ყველა მშობელი ახალგაზრდობისას ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე და ეს ამის კომპენსაცია ზრდასრულობაში შეიძლება მოახდინოს მშობელმა, რომ აი ეს გამოხატვა მზაობის, დახმარების მზაობის შვილისთვის ძალიან დიდი ძალაა, როცა იცის ადამიანმა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებისასაც და წარუმატებლობისასაც მშობელი მზად არის მის გვერდით დადგეს. როცა მოზარდმა უკვე ისე ზრდასრულმა უკვე იცის, რომ მისი მშობელი მიიღებს მას ყველანაირ სიტუაციაში დაცემულსაც და ფეხზე ამდგარსაც. აი ეს ორივე განწყობა თქვენ შვილს, თქვენ ზრდასრულ შვილს ძალიან დიდ ენერგეტიკულ რესურსს მისცემს და თქვენ ასე ძალიან დაეხმარებით. შეიძლება ესე პირდაპირ ესე არ ჩანდეს, შეიძლება იწუწუნოს კიდეც თქვათ ესე შვილმა, რომ ხო, კაი გავიგე, ჩვენ არ გვიყვარს ხოლმე ზრდასრულებს, როცა მშობლები ჩვეულებრივ რეჟიმში ისევ გვეფერებიან ან რაღაცა გლოცავენ და თითქოს წუწუნებთ ხოლმე, მაგრამ როგორც კი მოშორდება შვილი მშობელს, იმ მომენტშივე მასში რაღაცა ირთვება, რაღაცა შინაგანი კმაყოფილება, სისავსე და არ დაგეზაროთ ამის გაკეთება, სანამ ხართ ერთად, იმიტომ რომ ეს შეიძლება ყოველთვის აღარ იყოს და ამიტომ ეს ყოველი წუთი უკვე გამოსაყენებელია ამ თვალსაზრისითაც. მესამე არის რა, არასოდეს ეწუწუნოთ შვილებს. თქვენ მესმის რომ ბევრი რაღაც პრობლემა შეიძლება გქონდეთ, ჯანმრთელობის პრობლემა, რაღაცა თქვათ შეიძლება ფინანსური პრობლემა, შეიძლება 1000 პრობლემა შეიძლება გქონდეთ, მაგრამ არასოდეს თქვენ შვილებს არ ეწუწუნოთ. პირიქით გამხნევეთ, თუ რამე გჭირდებათ, ეს არ არის მოსარიდებელი, მშობელმა შეიძლება სთხოვოს შვილს, რომ თქვათ პირობითად თუნდაც ფული გჭირდება წავლისთვის. მაგრამ თქვენი წუწუნი შვილისთვის არის ძალიან დიდი ტვირთი. აი ძალიან ამაზე დიდ ტვირთს თქვენ ვერაფერს აკიდებთ შვილს. ეს რაღაცა თითქოს თქვენი ეს წუწუნი რაღაცნაირი საკუთარი ხვედრის თითქოს შემსუბუქების მცდელობაა, მაგრამ მშობელი მაინც წარმავალია, შვილი მომავალია, ამიტომ ეგოიზმი ამ თვალსაზრისით ალბათ მშობელმა უფრო მეტად უნდა დათმოს და დაიმახსოვროს ეს ოქროს წესი, რომ არასოდეს შვილის თანდასწრებით არ უნდა იწუწუნოს ჯანმრთელობაზე და მეცაც გეტყვით, რომ გაამხნევეთ თქვენი თავი და იცოდეთ, რომ ყველაზე მაგრად თქვენი შვილები არიან, როცა თქვენ ხართ ჯანმრთელად, ბედნიერად და კმაყოფილად, იმიტომ რომ ამაზე მეც ვერაფერს ვეღარ გავუკეთებ თქვენ ზრდასრულ შვილს, თორემ მოზარდობაში ბევრი რამეა გასაკეთებელი. ამიტომ ეს ფორმულა იცოდეთ, რომ თქვენი უბრალოდ კარგად ყოფნა შვილისთვის არის ყველაზე მაგარი საჩუქარი. კიდევ ერთი გავრცელებული უნებური შეცდომა, რასაც მშობლები უშვებენ ხოლმე ზრდასრულ შვილებთან არის დამადლება. აი მე შენთვის ეს გავაკეთე, მე შენთვის ეს მე შენ ეს შეგწირე, ჩემი კარიერა, ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი ეს, ჩემი ის და ჩვენ შვილებს ასე უნგრევთ ხოლმე ცხოვრებას. თქვენ ვალდებული, უბრალოდ თქვენი ვალდებული არ არის თქვენი შვილი, ეს უნდა გაითავისოთ. უნდა იცოდეთ, რომ თქვენ რაც გააკეთეთ, თქვენ თავს რაც დამართეთ, კარგიც და ცუდით, ეს თქვენი გადაწყვეტილება იყო
ეს თქვენი არჩევანი იყო, შვილს არ დაუძალებია თქვენთვის თუნდაც საკუთარი ცხოვრების შეწირვა, ამიტომ ამ ნაწილში გთხოვდით, ცოტა შეიძლება მკაცრად და ღიად ესეთ რაღაცნაირად ჩანდეს ახლა ჩემი ნათქვამი, მაგრამ ეს მოიხსენით ეს ეგოისტური ხანდახან განწყობები და ნურასოდეს დაამადლებთ შვილს ნურაფერს. პირიქით უთხარით, რომ აი ესე პირდაპირ უთხარით, რაღაც ფორმულასავით არის, უთხარით შვილს, რომ მე რაც გავაკეთე შენთვის, ბევრი იყო თუ ცოტა იყო, ეს იყო ჩემი არჩევანი და მე ეს ნებაყოფლობით გავაკეთე და მე გავაკეთე ეს იმიტომ, რომ მე მინდოდა პირადად ესე და არა იმიტომ, რომ რაღაცა შემოგწირე და მსხვერპლი გავიღე და ასე შემდეგ. ეს თქვენი შვილისთვის შეიძლება იყოს ძალიან დიდი საჩუქარი იმისთვის, რომ მათ ფსიქოლოგიური ტვირთი მოეხსნათ, იმიტომ რომ ამ ჩემთან წერით თერაპიის ჯგუფში ძალიან ხშირად არის ამ პრობლემაზე ლაპარაკი და განვიხილავთ ხოლმე ამ ამბავს, რომ ადამიანების დასრულებაში წუხან როგორ ათევდა ღამეს მამამისი ან დედამისი, როგორ შრომობდნენ, როგორ წელებზე ფეხს იდგავდნენ, ადამიანს უკვე დასრულია, წარმატებულია, კარიერა აქვს, რაღაც ფული აქვს, ყველაფერი აქვს და თქვათ აი ყოველი რაღაც საკუთარი თავისთვის გაკეთებული დახარჯული კაპიკიც კი ტვირთად აწევს და განიცდის ამ ამბავს და ეს ხშირად სწორედ იქიდან მოდის ხოლმე, რომ უნებურად, ეხლა მე კი არ ვამბობ, რომ მშობელი ბოროტად აკეთებს ამას, მაგრამ ადამიანები ვართ, სისუსტეები გვაქვს, გაგვექცევა ხოლმე და თუ ეხლა ამ ვიდეოს უყურებთ და ეს აზრი მოგეწონებათ, აი ოქროს ფორმულად ჩაიდეთ თავში, რომ არ დაამადლოთ შვილს არაფერი. პირიქით, აი თუ როდესმე ადრე დაგიმადლებიათ, შეგიძლიათ ეხლა უთხრათ, რომ აი ეს ყველაფერი ადრე დავივიწყოთ, ანუ არ არის გამახვილება ყურადღების მიქცევა საჭირო ამ ამბისთვის. მე რაც გავაკეთე შენთვის, პატარა ხუხულაც რო დამეტოვებინა ან ერთი თებში ან საერთოდ არაფერი, ყველაფერი ეს გავაკეთე, იმიტომ რომ მე მინდოდა და ეს ჩემი მაქსიმუმი იყო და სიამოვნებით გავაკეთე შენთვის და არაფერი დასამადლებელი არ გაქვს. და ბოლო ცოტა ისეთი ალბათ ბევრისთვის მკივნეული, არ ჩაერიოთ შვილის ცხოვრებაში, პირად ცხოვრებაში. თქვენ გადაწყვეტ თქვათ ცოლი აზის თავზე თქვენ ბიჭს თუ არა, ან პირიქით. ჩაერევით მის პირად ცხოვრებაში, აცადეთ რომ თვითონ მოაგვაროს თავისი ამბავი. ხშირ შემთხვევაში ჩვენი რაღაცა ტიპის კომენტარი, ჩარევა, მცდელობები ამ ჩარევის და ასე შემდეგ უწეწავს მთლიანად ცხოვრებას ადამიანს. ის თავის ურთიერთობებს თვითონ აგვარებს. თუ თხოვნით მოგმართავთ, თუ გეტყვით რომ მე მეტი აღარ შემიძლია, იქნებ დამეხმარო, იქნებ მიშველო, მაშინ რა თქმა უნდა დაეხმარო და ჩაერიოთ, მაგრამ დამოუკიდებლად ნუ მიიღებთ მოდი ამ გადაწყვეტილებას. მესმის რომ ბევრი მშობლისთვის ეს რთულია, უყურებს თავის შვილს და არ მოსწონს იქ რაღაცა ოჯახში იმასთან რა ხდება, მაგრამ ესე პირდაპირ უჩაერევით, ეს თქვენი ცხოვრება არ არის, თქვენი ცხოვრება უკვე გააიარეთ და მოდი სხვის ცხოვრებას ცოტა ხანი დავანებოთ თავი. დარწმუნებული ვარ ის რაც სჭირს ბჭყალებში თქვენ შვილს, ეს მისი რაღაცა გასავლელი გზა არის და თავად გაივლის ამ ამბავს. თუ თხოვნით მოგმართავთ, მე დაეხმარეთ რა თქმა უნდა. და ბოლო რაც მინდა ვთქვა არის ის რომ თუ მოგწონთ ეს ვიდეოები, რომელიც ჩაწერილია ფასკუნჯი გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლისთვის, Facebook-ზე შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს გვერდი. მოიწონეთ, გააზიარეთ, სხვას ურჩიეთ და მოდი დაესწარით აი აქ კურსებს, რომელიც ძალიან ხშირად და ბევრი და საინტერესო ტარდება.